ეგრეთ წოდებული ფარული მოსმენების და მიყურადების საკითხზე ცვლილებების პაკეტი საქართველოს პარლამენტმა მიმდინარე წლის 1 ნოემბრამდე უნდა დაამტკიცოს. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ევროპულ სტანდარტთან მისადაგებას საქართველოს ხელისუფლებას ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებაც ავალდებულებს. აიღებს თუ არა ხელისუფლება არასამთავრობო სექტორის და ევროპელი ექსპერტების რეკომენდაციების გაზიარებას თამარ კიკნაძე არკვევდა. კამპანია ეს შენგეხება ისევ გვისმენს ფარგლებში არასამთავრობო სექტორის მიერ მოთხოვნილი ცვლილებების სისრულეში მოყვანაც ქვეყნის ხელისუფლებას დღეს უკვე ევროპასთან ასოცირების შესახებ შეთანხმებაც ავალდებულებს. პარლამენტში მუშაობა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შესატანი ცვლილებების პაკეტზე დაიწყო. სამი მოსმენის შემდეგ სადაუკვალ სატელეფონო საუბრების მოსასმენი მოწყობილობის განთავსების ადგილი დარჩა. სადაოა ისიც, თუ ვის ექნება წვდომა ამ მოწყობილობის ეგრეთ წოდებულ გასაღებთან. რჩება ისეთი მნიშვნელოვანი ორი პრობლემა, როგორც არის შინაგან საქმეთა სამინისტროს პირდაპირ წვდომა კომუნიკაციების საშუალებებზე და აგრეთვე კომუნიკაციის სამსახველი ინფორმაციის კოპირების უფლება. ევროპასთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის შედეგად ნაკისრი ვალდებულების ფარგლებში მხარეები შეთანხმდნენ პერსონალურ მონაცემთა დაცვა ევროკავშირის, ევროსაბჭოსა და საერთაშორისო სამართლებრივი დოკუმენტების მიხედვით უზრუნველყონ. დანარჩ ნომერ 1-ში წერია. საჭიროებისამებრ თითოეული მხარე გაითვალისწინებს სისხლის სამართლებრივ საკითხებზე პოლიციასა და სასამართლოს შორის თანამშრომლობის ფარგლებში დამუშავებულ პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საბჭოს ჩარჩო გადაწყვეტილებას, ასევე ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაციას, რომელიც არეგულირებს პოლიციის სფეროში პერსონალურ მონაცემთა გამოყენებას. მიუხედავად ამ შეთანხმებისა, შინაგან საქმეთა სამინისტრო კატეგორიულად ეწინააღმდეგება ეგრეთ წოდებულ გასაღებს უწყების გარდა სხვა ორგანიზაციაც ფლობდეს. აქ აცხადებენ, რომ მუშაობა პერსონალურ მონაცემთა ინსპექტორმა უნდა გააკონტროლოს. უნდა გაძლიერდეს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის საზედამხედველო როლი და შესაბამისად ეს გარე კონტროლის მექანიზმი ითვალისწინებს ავტომატურ რეჟიმში ყველა ინფორმაციის გადაცემას ინსპექტორისათვის და შესაბამისად შენდება ინსპექტორის მხრიდან უკვე ინფორმაციის გაკონტროლების და ზედამხედველობის შესაძლებლობა. ევროპული გამოცდილებით მოსასმენი მოწყობილობა მობილური ოპერატორების შენობაში უნდა იყოს განთავსებული. გამოცდილებაზე ევროსაბჭოს ექსპერტი ჯოზეფ კანეტაჩი საქართველოს მთავრობას 25 სექტემბერს ესაუბრა. საკითხთან დაკავშირებით საქართველოში შექმნილი რთული მდგომარეობის გათვალისწინებით ექსპერტის რეკომენდაციით დასაშვებია მოწყობილობაზე წვდომა დამოუკიდებელ ორგანიზაციასთან ერთად შინაგან საქმეთა სამინისტროსაც ჰქონდეს. აღნიშნული ვერსია მისაღებია არასამთავრობო სექტორისთვისაც. შევთანხმდით იმ ოპტიმალურ ვარიანტზე, რომელიც ეხება გასაღების ქონას როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის, აგრეთვე მობილური ოპერატორისთვის. ეს რეალურად არის ურთიერთკონტროლის მექანიზმი, რეალურად მობილურ ოპერატორებს ამ ინფორმაციის წვდომის შემთხვევაში ექნებათ შესაძლებლობა განსაზღვრონ რა დროის, რა თვალსაზრისში, დროის რა მომენტში და რამდენჯერ განხორციელდა მოსმენა. რაც ვფიქრობთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს არ მისცემს შესაძლებლობას იმისა, რომ კანონის გვერდისავლით განახორციელოს ფარული მიყურადება. განსახორციელებელი ცვლილებების პაკეტი საქართველოს პარლამენტმა მიმდინარე წლის 1 ნოემბრამდე უნდა დაამტკიცოს. გაითვალისწინებს თუ არა არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ევროპელი ექსპერტების რეკომენდაციებს საქართველოს პარლამენტი საკანონმდებლო ორგანოში არ გვიპასუხეს.